Vidisa Vidisata, Vidata, Vidabulta, the Polat, Hebulta, Motsipulta, the Motsipulta, Sanino, Cartos, Namana, Plebevita, the Polat, Vidata, Takatova, Shigam, Vidabulta, Vidisa, Deltarisa, Ione, Propirisa, Vidisa, Vidisa, Samisa, Georgisa, Vidisa, Vidisa, Kalpumota, Mekaterna, Polat, Verzisaita, Vidata, Martalta, Jurata, Visata, Joachim Khan, Asitata, Pota, Vidata, Roman Taxen, Vasasava, Sulev, Chendres, Vidisa, Maman Kavarta, Tatsina Sarvatkota, Tatsvida, Tamurtamisa, Pirsosisa, Devkiosisa, the Kalinikesi, Ilimonisa, Apollonisa, Arianisida, Theotikesita, Pota, Vidata, Shibiskalnesa, Vats, Honeshvenita, Sasafira, Zakashkopare, Lord Vitat Vidata, Mamata, Chopata, Upao, Yesa, Krita, Shibiskalechina, Safelita, Mamisata, Gazisata, Turisat, Vidisata, Chibusamaruna Falco, Petinere, the robot Sinapira, Asevit, our is baby. Shishi verdas levsipkes abdulia davejiu. Adamia saraperis yakla zor shishi. Arada chen khol yotsulo. Eberjotki chenta darigetat tu dairget moige. Verto shenzgad aravis ar shekhvet da tsaravi shevishi. Gripi ikneba pia ikneba isari ikneba tu bitsidura rasuza. Ჩვენ ქრისტიანები ვიტყვით, ჩვენ განათლილი არ ხდება. ამ ლამაზ სახეზე, ჩემს საყვარელ გოგოებს ვუთხარი რა ლამაზი ვიყავით და გამათას მაგარი ეგეს თავი. ხო, ახლა ლამაზი, რა ვიცი ლამაზი ხარ ლამაზი. ენაზე ვირფას, აი გაცდებული თვიდა, გამთარეული ჩვენი მოდი ადამიანია ლამაზი. მაგრამ გამეთახოთ ყველაზე ლამაზი სახე არ არის. Savezi albatare, halk borotizdan amovida. Garmamoda epidemia, namoverido, aluparot kibator. Vareti nagas namovida, deskitu azima gram epidemias borcheda gavatoreta. Vechem talit raket. Ყველა იმ სამართლებს, ვეტყუებს, უკეთებდნენ დეზინფექციებს. რა შეასახდნენ? მოიცადე, სადაც სამწახვედა ვირუსი ხდება? არ არის მასე საქმე. Სულაკ უნაკეთო მაშინ დეზინფექცია, ხო? ეს არ ხდება, არც მოხდება. კიდევ ვინმეორეთ, ვიცი მე მაშინ წავალი ქვეყანაში, როცა ერთი მომიხმოს. ხოლო თუნდაც ცოტას მაინც მოვინდომებ, რას მოვინდომებ? ჩემი დედის ეკლესიის სახურებას, ჩემი საყვარელი ოჯახის ეს მისერი ეკლესია, მის სახურებას და ჩემი სამშობლოს და თქვენ სახურებას და რა ხარ და ვიქნებ, ხო? ასე რომ არ შეშიდეთ, ხალხო. შიშთა ბუნებაზე იცის ყოფილება, ექიმის საფუძვლები ვიტყოდი ნაწილობრივ ქრისტიანული შეიძლება უტოლო პაატას, ხო? ლიტერატურა, ბაზარალიობა, ლოგიკა წეს კიდევ ეს ადამიანი. არაფერი ბუნება ის არ მოხდა როგორ შიში ფეთერა. ხო გაიგონე შიში ამოგაძურ სულსაობას. ხალხი გაუგნებულია, სკლეროზი დაწყებულია. ისეთი მარტივი რაღაცები აუცილებლად ეს არის ისი რო არ ვიცი ხალხო კიდევ ერთხელ გავიმეორე რისთვის მოვედი ჩვენ აქ აი დღეს კიდე რისთვის მომზადებით ხალხო რატო მივიღეთ ჩვენ დღესაც სისხლდა ხორცი იმიტომ რომ ჩვენ რისთვის მომზადებით და მარადიული სიხარულისათვის ზეცაში აქ ჟახირი აქ წყალობა აქ ომია აქ ფრონტია კიდევ უარესია დედამამი ომი კიდევ ჩემი აი დამთავრდა აზერბაიჯანსა და სომხეთის ომი აზერბაიჯანის გამარჯვებით მადლობა უარეს ნამდვილად უნდა მოხდარიყო და დამთავრდა ხოლო სულიერი ძონები გუნდური ეს არ დამთავრდა კარგი რაც შეეხება ბაქტერიები რაც ახლიდი ბუდობს ალბათო საიკითხე და კითხვა რაც აუნა ანიაო აერთი არა გამოდის შეისურთქე ჟაკვადი უნდა გამოუშვა ნახშიროჯაგი ეს ნახშიროჯაგის რო შიგნში გიბრუნდება ლევრა მოვითარდება თვითონში ამაზე რა მოუხე რა მაჯარი ის მაჯარი ვინი ვაბარ ისინი შეშიდებულებია ჯერის ახლა დიდი ბაგაჟი ხელისუფლება ახლა დაფეთებული პროცესი ესა თავის ეს არის კარგი
Let's gilotsa grass. This are all its this tavi. This area gamekhateda. Თქვენ გაგიხარდათ ორი წლის უკან წმინდა სინოდმა გამოიტანა განშილება, რომ საქართველოს ექვსონილია ღვთისმშობელი მარიამის. ეს ყველაფერი ცნობილია. ჩვენ ვერავის გადავებია მასაკითხო ცნობილი ლობი, მაგრამ იმას რომ ჩვენ მართი გვაქვს სისხლიანი ერანგი, ისეთი და ჩვენ ღვთისმშობლის წინწოდრი ვართ და ჩვენ ღვთისმშობლის ყაბავას თვითი ამათ ვერ დავედია. მაგრამ ვერ გადავედია კიდევ შეთანხმებული ვექვის ალფა დაიწყეს ამაზე დაემარა მე შევხვდით იმიტომ რომ იქ წერია რასაც შენია გაცა პარტიკულიო და ისე დასკია უცხოეთში არ შეგიდა აი ამათ ვერ გადავედი დანარჩენი ეკლესიები გადავედიან მისაკედევებიან ვარცხნები და ჩაგრავენ მაგრამ ერთ შეგვიძლია ახლა რაც შეეხება მაგრამ გორჩა ეპიდემიას ამბედურობას სულ მიზახოდი ხალხაჯას. მოდი ახლა აშკარად მე სამხედრო კეთდა სერიოზულ კერებთან თქონდა საუბართა შეფასება. ჩვენი საზღვრები არის ყურა დაცული. არ არის. ვის უნდა დაიწყო ჯარი? ჯარს რა უნდა? ფული სადა ჯერმანში. კაზრეთში და იმაში. რაფია მინერალებში. ახლა რა მოხდა? ეს საზღვრები ისე შემოვა, მოწავლები, გიტიერები. აფქვევე, რა დაარქმევენ, ვერ გაიგე. ამოგვაძრობენ ფულს, მაგრამ პირველი შემოტევა ვერ გააკეთე ჯერ, იმიტომ რომ ერთმა ასე იდება, ძალიან ძლიერი. ჩვენ ღვთისმშობელმა დაგვიცადა ჩვენმა გენეტიკა, მაგრამ ეს გენეტიკა ვის უსწრდება? ღვთისმშობელი გვიყურებს. გააგრძელებთ თორე ჩვენ დახმარებას, მე მჯერა რომ გააგრძელებთ. თუმცა ჩვენთვის არის დამოკიდებული. ნახე, ღვთისმშობელმა გვიშორა და გენეტიკა თუ ჩვენ წესით 2 მილიონი ნახევარი ვართ ადგილზე. 100,000 კაც შეიძლება იყოს დარჩენილი. იმდენი გაწყდა სხვაგან, იმიტომ იმათ ღვთისმშობელი ვერ დაეხმარა, მეგობარ ვერ დაეხმარა და ვერც ას გენეტიკა უარგია იტალიელებს ესპანელებს გაეფუჭეს ეს გენეტიკა თავისი არასწორი ცხოვრებით აშენდაში. ასევე ჩვენ არაფერს არ გვეშინია, კიდევ ვიმეორებ 2.40 ქონდა სიმაღლე. კიდე ვახტანგ გორგასას მან დამიბარა მე და დაგიბარა თქვენ და საერთოდ როცა ანდერზი იბარება უნდა შეასრულო შვილმა, თუ შვილი ხარ შენ თორემ ვის ანდერს არასრულებს ვერ გაიხარეთ. ეძებდით სიკვდილს ქრისტეს ვისაუბრ. ჩვენი ვეძებდი. ახლა რა შეეხება ვისი ხსენება დღეს? ღვთისმშობელის ესე იგი სექტორილობა, რომელიც დღეს გადაწყდა და მაისში დადგინდა. ძალიან დიდი დღეა. მამამთავრების ხსენება ასევე. მამამთავრები ვინ იყო? ადამი, აბელი, ენუქი, აბრაამი, ისააკი, სამოელი, სვიმონი ერქველი და ვირბინი ამ ყველასა იყო იონათისი. ესე იგი ეს წინვალე მამები ელოდე ქრისტე მოწოდებს. მაგრამ იცოდნენ ჯუდისინი, მოსეს ხუთშიგნეული ყველაფერი იცოდნენ და იცოდნენ რომ მესია მოვიდოდა ბეთლემიდან, ურიასტანიდან, ხაწულისაგან იშვებოდა. აი ამის იმედით იყო, მაგრამ თავისი წმინდა ცხოვრების მიუხედავად ისინი მაინც გარდაცვალების შემდეგ მიდიოდნენ ჯოჯოხეთში. მაგათ ყველაზე დიდი წინვალები ჩამოთვალეს იონათოსემელის კი ქვეყნის ანგელოზზე ზეცისკაცი გარდაცვალების შემდეგ სასტუმროში შევიდა. წავიდა ჯოჯოხეთში. სადაც იყო ერთი პატარა ნათელი წერტილი, დაანჩენი სიგნელი და ტაჟვა იყო, მაგრამ ისინი ის ხალხი რომლებიც სწორად ცხოვრობდნენ ჯულს აღასრულებდნენ, იქ იმყოფებოდნენ და ელოდებოდნენ მესიას. და მართლაც ნათლის სემელი არამარტო აქ იყო წინამორბედი, არამედ იქაც უსწრო 6 წლით ადრე, რამდენიმე ადრე შევიდა და ახლა მესია მოსულია და იმათმა გაიხარეს. აი ამ მამებისა ხსენება არის დღეს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ დელანელი ხალხი ეკლესია გვამზადებს ქრისტეს შობისათვის. ჩვენ ქრისტე იშვა, ქრისტე აღდგა, მაგრამ არ ვიყავთ კი რა სწია ქრისტე იშვა. ვინ არის ქრისტე? სრული ღმერთი და სრული ადამიანი, რომელმაც თავი დაიმდაბლა და თავის ღვთაებრივ ბუნებას შეუერთდა ჩვენიო პირის მისგასებული ბუნება და განაღმრთო. და წარმოიდგინეთ, რომ მოვიდა. მე კიდე ეს საგულისხმოა, სად მოვიდა? ეს ყველაფერი შეეძლო იმპერატორების
ოქროს სასახლეში, ოქროს საყონში ჩაწვდომილი, მან არა. ბეთლემში, ხურიასტანში, სადაც იყო სადგომი სხურეებისა, იქ შვა, აბლობაბა სამჯერად ვაშის დააჩი იქ ნაყოფი. ჯერ შვა ხალწულმა მარიამმა შობამდე, შობის დროთა მის მერე და გადმოაწყვეტა ბაგაში. ესე სადაც საჭმელს აკეთებს სხვა. ახლა რა გქონდა დაიმდაბლა თავი. პირველი თაყვანისცემა შეეძლო უფალს მოეყვანა იმპერატორები, დიდი გვარიშვილები, ბრძნები, მაგრამ მოვიდნენ წერსები, თავისი ვერც ისინი ვერ მოვიდოდნენ და თაყვანისცემს. მოვიდნენ მოგვები, რომელიც 2 წლის განმავლობაში მოდიოდნენ სანამ იშვებოდა ვარსკვლავ რიცხველები და მოიტანეს მური, ოქრო და გუნდრუგი. მური როგორც ადამიანს რუსაფდება ასე უსვამდნენ და წარგრაგნიდნენ, ოქრო როგორც მეფეს, ხოლო გუნდრუგი ესე იგი საკვებელი როგორც ღმერთს წარმოიდგინე მოართვეს ეს მოხდა. ასე რომ დღეს დიდი დღეა ძალიან მამამთავრებისა, ღვთისმშობლის უსტომილობისა და კიდევ ვინეორი. ეს ისეთი ეპიდემია უფრო უარესი ძახია, უნდა ჩაიკეტოს საზღვრები, უნდა ჩაიკეტოს ჯარითა და რომელსაც კიდევ უნდა თანხა. კი ბატონო, ჩვენ მიგვატოვეს, ჩვენ გაგწიეს, ჩვენ კორონა არ მოხდეს, კიდევ მაინც მოხდეს, კიდევ არ მოხდეს რაღაცა იქნება. მაგრამ თვითონაც რომ დაზღვეული ვერ იქნებია და გამალებული მია 30 მილიარდი მინიმუმს ლაპარაკობ, ეს როგორც ოჯერობი 4-ია, მე მათემატიკაში არ სკოლაში პუნქტი და არც ახლა ვარ, მაგრამ თქვენ ხო იცით, აღრიცხეთ 30 მილიარდი ევრო საკონელ ბრუნვა არის. აქედან მინიმუმ 1 მილიარდი თქვენ საფრანგ მაშინაც გითხარით, ახლა საფრანგ არა, ჭიათურას უნდა მოხმარდეს. 1.14 მილიარდი ჯარსა და ვარს უნდა მოხმარდეს ამოგვაწურდეს სულსა და მეურნეობასა და არჩეს ისინი მაინც აიღებენ. მაგრამ ეს ჩამოთვლილი თანხა ნამდვილად ვინ უნდა გაეღვას ამაზე ხმა? მამამთავრები იღებს ბატონო. არა, კი ბატონო დაგიმტკიცებთ რა სამოს პატრიარქი? არც პატრიარქსო, არც მეფეს, არც პარლამენტის თავმჯდომარესა, არც პრეზიდენტს არ აქვს უფლება გაასხვისო წიაღისეულიო. ამბობს თუ არ ამბობს? და ბარაორი უცხის პატრიარქი, ტიტანია პატრიარქი, ასეთი აქებენ, მაგრამ როცა საქმე საკუთრებით ამას არ ამბობენ. რაშია საქმე? რატო აქებს შენ პატრიარქს? რატო უცხი მას წმინდას და მის პულში კი არა? იქ ვინმე გაბედოს, უთხრა შენ წმინდანი ხარო? ახლა ისეთი თავდაკავებული კაცები შეიძლება კვერთხი დაკრას გვერდში. იმიტომ რომ ქება ეს არის მავნებელი, რაც მეტად გააძლიერეს ქება პატრიარქისა, მით მეტად ავად გაგვიხდა ჩვენ. ჩვენ ვიცით რელიგიური ჩვენზე განათლებულები არიან. სახარებას უზეპირად იციან თავის განმარტებებით. ვინც გლანძღავს ჩვენი სულიდან და საერთოდ ჩვენიდან წოლს ჭირს. ვინც გვაქებს გვასხავს ჭირს. რატო აქეთ თადეოზია, დანიელია, ილია, ბიჭვეთის ხო? მოიყვდა კაცი, ვეღარწევს თავზე ვიტკენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. არა მარტო პანკრეასისა და დიაბეტის, არამედ იმისა, რომ მას გამალებული აქებენ ნახე კიდო საშინლად ძალიან დიდი რამე მოიკლეს, წმინდანია, ცოცხალი წმინდანია. თვითონ ერთხელ ამბობს, წმინდა სინოდის მაგის შვილებია, ყველა მაგის საკუთრია, ყველა და ამბობს, რომ საუბარში ჩაერთო და თქვა, რომ მე რაც შემიძლია 30%-ო არ გაკეთებულიო. წამოწვიდნენ წმინდა სინოდი და თქვენ უწმინდესობა, თქვენ ასეთო, თქვენ ისეთო, ამან ალაპარაკა და აქეს, ეს თქვენ მახსოვს ბევრად გავაკეთებ, ბაცო რას მელაპარაკე, რო ჩამოთვალო, რამდენ ხანმოვდები არის. რო დაათრეს, არა, ზარმაცი კაცი ვარ. ისე ვთქვა. ისევე წამოწვიდნენ და უწყეს ქება. მესამედა, მე დააბოლოა, მე 30% არ გამიკეთებია, რაც მე შემეძლო. და ნუ ვაკეთო, კაცო. ეს რამხელა მავნებლობაა და ვინც ამას აკეთებს შეგნებულად, მერტი დააჟის, ხოლო შეუგნებლად ვინც აკეთებს, იმაცირეთ მაინც დააჟის. ასეა. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს არ ვლაძღავ, არ თანხავ, მაგრამ ქება დიდებას თავებას ადამიანი ქება ეკუთვნის იესო ქრისტეს,
სრულ ღმერთსა და სრულ ადამიანს, რომელმაც 33 წელი და 6 თვე გაატარა დედამიწაზე, ერთი ცოდვა არ უქმნია, ხოლო ადამიანი ვერ იცხოვრებს ერთ დღესაც იო და შეიძლება საათის ვერ განვლოს, რომ არ შეცოდოს. ეხლა რაც შეეხება მაინც მოკლედ მინდა სახარებას ვერ დავტოვებულად გითხრათ, აქ არის სახარებაში ძალიან პარალელურია მამონტორებთან არის დაკავშირებული და საერთოდ ჩვენთან არის დაკავშირებული. კაცმა ყო სერობაო, ესე იგი ადამიანმა გაამართა დიდი მაგიდაო და ჩინებულებს დაუწოდაო რა, ჩინებულებსო. და ერთი კატეგორია ხალხი ეუბნება უთვლის, რომ მეო სახლი ვიყიდეო და უნდა ნახო და მივიდეო და ბოდიშას არ ეუბნება, ვერ მოვალო. მეორეო ამბობს, 5 ურელი ხარი ვიყიდეო და უნდა გამოცადო ეს ხარები და ვერ მოვალო. მესამე იძახის ამბობს, მე ცოლი მოვიყვანეო და მის გამო ვერ მოვიდაო. ახლა ვინ არის კაცი? აქ არის უფალია კაცი. გამართა სერობა, რა არის სერობა? ეკლესია, აი დღეს eda ტრაპეზთან აღასრულე საერთო პედაგოგი გიორგი. და ასე რამდენ ტაძარში. რამდენი არ მოვიდა. და ეს აქ ახლა ზეცაში როგორ მოხდება ესეთი ადამიანი და რა დააკავა და აი ეს ადრეს ამას იგავსება იესო. ესაც ის ხალხი, რომელიც პირველი კატეგორიისა არის ის, რომელიც სულ მატერიალურზე ზრუნავს. კი ბატონო, ვიგიშლი შრომას, გულიც რომ მონდეს, მაგრამ მე ხშირად გული ყენია, ფანჯირდა ჩას ქუჩა დაბლა და ამიტომ დიდი დღესასწაულია თუ პირადღია მიხედები, აქეთ მოდის ხალხი, მაგრამ იქით გარბის კიდო ხალხი. ეს ახლა პატარა ქუჩას მაგრამ სხვა არის ვინ არის. ესე იგი, იმის მაგრა თუ მოვიდეს ტაძარში და იზრუნოს ეცაზე, რომ დღეს თუ არა ხვა, კორონა თუ კიდო, რაღაცა მოკლა თუ ჭრეთი რა დაემართება არ იცის, მაინც გარბის, არა და ბარაკა არა. მე ბევრი ვინახია, სახლებიც ქონიათ, ასე დიდი ავტორიტეტები ქონიათ, მაგრამ ალახმა გადაიარა მათ იბეზე და შიმშილით დაამთავრა ცხოვრება. რატომ? იმიტომ რომ ისინი ირადრეს და სხვა დღეებში აქ კი არ მოდიოდნენ, არამედ მიდიოდნენ, ესე იგი, თუ ბიზნესზე, თუ ბაზარში, თუ მაღაზიაში. ყვირა დღეს. აი საბერძნეთში მაგალითად არასდროს უნდა მოიმარაგო ყველაფერი, შავასკერაში ვერ იყიდი იქ ვერაფერს. მეორე კატეგორიის ხალხმა, რომელსაც 5 ურელი ხარკამელში ხარი ვიყიდეო, ეს არის რა? 5 გრძნობა ჩვენი, ენა, თვალი, ყური, ყნოსვა და გონება. ჩვენ ხშირად ამას ვიბიძურებთ, არ ვფრთხილებ. მე ძალიან ხშირად, რომ გონებას ვაბიძურებ და თვალი აბიძურებ, ესე და ტელევიზორს ვყურობ, კომპიუტერს ვყურობ, ნებით შეხედავთ, ან რაღაცა და აი ამით ეს არის ხარები, ჩვენი ხარები, ასე ვთქვათ. თვალი იჭერს გადაგონებაში, შადის გულში ნახე, თვალი დაბიძურდა, გონება დაბიძურდა, გული დაბიძურდა და პირიდანაც ამოდის ეს იბიძურება. და ასე რომ ვერ მოდის ის ხალხი, როგორც პირველი შემთხვევაში მატერიალურზე ტელეკურატება გადატანილი, მეორე რომელიც არ ევიდება თვალს და მეტყველებს ესე იგი უარყოფითად და ცუდად. და მიდის უფრო ეკლესიის მაგურა თეატრში, ან მიდის კომპიუტერთან შედება იმ დღეს საერთოდ ესე. ხოლო მესამე კატეგორია არის, რომ ცოლი მოვიყვანო და მის გამო ვერ მოვდივარო. უნდა იცოდოს, რომ კაცმაო, იცით თქვენ ალბათ, რომ ქალისთავი ქმარია, ქმარისთავი ქრისტეა, წარმოიდგინე ჯერ ქალებო, რატო არ გეშინიათ, კაცო, არ სულ არ გათხოვდე, დაარჩი, რამდენი კაი გოგო, გათხოვარ, ვიდრე შენ ეს დაარღვიო. შენ შექმარს კი არ ედავები და შენ შექმარს კი არ ეჩხუბებ და შენ შექმარს კი არ წეული, კაცო, ქრისტეს წეული, შეუბედურო. ქრისტეს ეჩხუბებ და შენ რა ბარაკადა და რა ჯანმრთელობაზე მელაპარაკებ. ხოლო თვითონ მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ რახან თავიაო ცოლის ახირებაზე მაღლა უნდა დადგეს. და ყველაფერში მე ხშირად დედაკაცებისთვის მითქვია, რომ ასე არაერთი შარიანი არ მეუყვეს, მაინც დაუწყო ყველაფერი, მაგრამ ის რომ ტაძარში არ წამოხვიდე, ან ხატები არ შეაბრძანო, ან არ ილოცო, ამას არ დაუჯერებ, ხელი დაბარი. ესე იგი ეს სამი რამე აბკოლებს ადამიანს ღვთის ტრაპეზთან მის ლაში.
ასე რომ წმინდა მამამთავრების ლოცვით და ყველა მთავარია ღვთისმშობელი მარიამის ლოცვით ვერაფერ შეგვიძლია ჩვენი წიაღისეული სიდიდი ახლა მაინც ხალხო მეორე ნაკაცელოდებია ეპიდემიისას ახლა იქ დაარქვეს ჩინური ახლა წამოა ინდოეთი ეს ორი უკონტროლო ქვეყანა და ჩინეთი ინდოეთი კიდევ უარესი ქვეყანა არის ბევრი სიმართლე შავი აფთიაქები საერთოდ დიაფასიანი სწავლები კეთებოდა ქონდა ინფორმაციები მოსკოვში ერთი როდესაც მოსკოვში ქსელებია იმის აფთიაქებისა თუ რამე ნაგავია იქიდან მოდის ახლა იქიდან მოდის რაღაც რა კაცი შუმა არის არ მიშველი დიეთ არ კიდე თავი გადაებარი თუ კიდე და ჩაძვერი მეცაში თუ კიდე თუ და ელბოსია თუ ახლა მეგუთი ნახევარსაათში ვუხტები გაიგებები ხო ჩვენ გვიშველის ლოცვა ჩვენ გვიშველის შეზიარება ჩვენ გვიშველის ზეთის გულთევა ლიტანიობა აი ამას აკეთებდი ჩვენ წერ როგორ მე ჩავატარე მადლობა გქონდეთ რა დღე ვიმსახურე წმინდა დედებთან და მე გადმოვედი ჩემ წმინდა მრევლში ჩემ საყვარელ მრევლში დღეს ასე რამოდენიმე თქო მაგირო თავისუფალი იქით აკეთებდა თავისუფალი იყო ხალის ფაკულტეტი ზეთის ფაკულტეტი ახლა მე დავიბარე სულ ძალიან ვითხოვ კი ბატონო ვითხარით და ვიგებ იმაზე ზეთის კურთხევა ჩაგიტაროთ ისე თუ არ ჩაგიტაროთ თუ თქვენ არ ითხოვთ მე არ ვეძალები ასე რომ მერტა ვიშველეს